ასეთ უჩვეულო ვითარებაში მიწევს ვიდეო ბლოგის ჩაწერა, უნდა მომიტევოთ. ჩემგან ხელმარჯვნივ მავთულხლართები რო ჩანს, არ გეგოდოთ რომელიმე საპატიმროსთან ვარ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ამ კედელს მიღმა რა შენობა, რა დაწესებულება, თუმცა საპატიმრო რო არ არის, ამასში კი გარწმუნებთ. მოკლედ არ ვიცი რატო ეს მავთულხლართები გაბმული. არც საოკუპაციო ხაზთან არა ვარ, აქვე გეტყვით დიღომში ვიმყოფები. თბილისში. ეხლა ძალიან საინტერესო ამბავია, რომ ბრიტანეთი, დიდი ბრიტანეთი უახლოეს ხანებში გამოაცხადებს სანქციების ახალ პაკეტს რუსეთის ცალკეული პირების წინააღმდეგ მიმართ და დასანქცირებულნი იქნებიან პირები, რომლებიც აქამდე არ ყოფილან დასანქცირებულნი, რომლებიც თავის მხრივ უჭერენ მხარს პირდაპირ ან ირიბად რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ხა ვინმე იკითხავს, ვიღა დარჩა დასასანქცირებელიო და მართალი ბრძანებაც არის ეს. ვინღა დარჩა დასასანქცირებელი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ, ყველას მიმართ პრაქტიკულად სოფლიომ და მათ შორის ბრიტანეთმა ხომ უკვე გამოიყენა 1 2 3 4 15 16 17 აქციების პაკეტია შემუშავებული ევროპაში 17-18 და ცალკეულმა სახელმწიფოებმა ხომ მიიღეს და მიიღეს ეს უმკაცრესი გადაწყვეტილებები, მათ შორის პერსონალიების მიმართაც. მაგრამ ფორმულირება, რომელსაც გვთავაზობს ახლა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კონკრეტულად მინისტრი დეივიდ ლემი, ცოტა სხვაგვარია, ცოტა განსხვავებულია. კერძოდ აქ ნათქვამია ამ ფორმულირების მიხედვით დასანქცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც მხარს უჭერდნენ და უჭერენ რუსეთის შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე. ეჭვის დონეზე არა, ეჭვზე უფრო სერიოზული რამ რაც არის, იმის დონეზე შემიძლია ვივარაუდო, რომ სანქციების ახალი პაკეტი ბრიტანეთიდან არ შეეხება მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს. შეეხება უკლებლივ ყველას, ვინც შესაძლოა არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქე და მით უფრო ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებიც თუნდაც ირიბად, ისე რომ თითქოს არ ლუსტრირდნენ, არ გამოიაშკარავეს თავი, რუსეთის შეჭრას უკრაინაში მხარი დაუჭირეს. აქ ეჭვის დონეზე და ეჭვზე უფრო მაღალი რაც არის, ეჭვზე უფრო სერიოზული რაც არის, მინდა ვივარაუდო, მოდი ამ ფორმულირებით ვიტყვი, რომ დასანქცირებულთა სიაში შესაძლოა მოხვდეს ბიძინა ივანიშვილს. და ბიძინა ივანიშვილს მე მესმის, რომ უშუალოდ ბრიტანეთში, მოდი ასე ვიტყვი, ლონდონში შესაძლოა არც აქვს ქონება უძრავი ქონება, ან ლონდონის საცავებში არ ინახება მისი ოქრო ვერცხლი, ოქრო ბრილიანტი, მისი მეუღლისა. მაგრამ რასაც ბრიტანეთი აკონტროლებს, მათ შორის ოფშორულ ზონებს, იქ კი ბიძინა ივანიშვილს ჯერაც აქვს ინტერესები და ჯერაც აქვს კაპიტალი. ანუ ყველაფრის შემოტანა ბიძინა ივანიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ შემოიტანა, იმ კანონების მიხედვით, რომლებიც მიაღებინა პაპუაშვილს, ყველაფრის შემოტანა ბიძინა ივანიშვილმა უბრალოდ ვერ მოახერხა. მე ვარაუდობ, რომ ბიძინა თუ ეს ასეა, მე ვარაუდობ, რომ ბიძინა ივანიშვილის არაფორმალი მმართველის გარდა დასანქცირებულნი ბრიტანეთიდან იქნებიან სხვა ოღონდ ფორმალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ასე მაგალითად პაპუაშვილი, ასე მაგალითად კობახიძე, პაპუაშვილს მეორედ ვახსენებ, რომელმაც აი ამ პაპუაშვილმა დღეს იყო თუ გუშინ დღეს უნგრეთში ევროკავშირის პარლამენტის თავმჯდომარეთა რაღაც შეკრებაზე გამოსვლისას წამოდგა ეს უგვანი კაცი. იქ ისაუბრა აბსოლუტური სიგიჟეები, რომ სუვერენიტეტს იცავს თურმე საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ქვეყნისა და დირექტივების მოსმენა და დირექტივების მიცემა ევროკავშირის მხრიდან თურმე არის სუვერენიტეტის შელახვა, ოღონდ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არანაირ დირექტივებს არ იძლევა ბრიუსელი, არ იძლეოდა და არც არასოდეს არ მისცემს არავის, ის არის რეკომენდაციები, სწორედ საიმისოთ, რომ ქვეყანა, ესა თუ ის ქვეყანა და ჩვენ შემთხვევაში საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, სტანდარტები, რომლებიც დადგენილია
ევროკავშირის მიერ. მაგრამ პაპუაშვილმა ხო სხვანაირი ინტერპრეტაცია, რუსული ინტერპრეტაცია უნდა მისცეს ამ ყველაფერს და ხმამაღლა განაცხადა, რომ დირექტივებს ისინი ვერ აიტანენ და ეს სუვერენიტეტის შელახვა და მათ შორის უარყოფს თვითმყოფადობას ამა თუ იმ ქვეყნისა, ჩვენ შემთხვევაში საქართველოსიო ესე ბრძანა და სულ ბოლოს კი თავისი უგვანი გამოსვლა დაასრულა ამ სიტყვებით, რომ უმრავლესობა ყოველთვის მართალი არ არისო. Ახლა უნდა მოუტრიალდე წესით და უნდა უთხრა, დიახ, თუ იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ მილიონ 120,000 ხმა მიიღეთ, ამ სიტყვების გამოყენებით თუ ამ სიტყვებზე დაყრდნობით, მეც გავიმეორებ, ჩვენც გავიმეორებ ზუსტად იმ თეზას, რომელიც თქვენ სამართლიანი თეზაა. უფრო ზუსტი რო ვიყო, მაგრამ უკონტექსტოდ შესთავაზეთ თქვენ ევროპელ თქვენს კოლეგებს, შესთავაზა პაპუაშვილმა, უმრავლესობა იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ მართლა უმრავლესობაში მოხვედით, უმრავლესობით მოხვედით 26 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებში, არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში, თქვენ მართალნი არ ახართ და ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობს აგე სხვა კონტექსტში, სხვა საკითხთან დაკავშირებით, ბატონი პაპუაშვილი. ხო და ეს პაპუაშვილიც შესაძლოა იყოს დასანქცირებული. პაპუაშვილამდე და ბოჭორიშვილამდე ნუ დამიყვანთ მაინც და მაინც, თუმცა ამ უკანასკნელზეც ვიტყვი ამდენიმე სიტყვას, ისიც თქვენ რომ ეს FSB-შნიცა, დიახ, FSB-შნიკები არსებობენ და არსებობენ FSB-შნიცები, ხო? ეს FSB-შნიცა ან თავისუფლებს 150-160 დიპლომატს, თანამშრომელს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის დიპლომატებს, რომლებიც საზღვარგარეთის ქვეყნებში, მისიებში ქვეყნებში მუშაობენ და ნაცვლად ამათ ნაცვლად, განთავისუფლებულთა ნაცვლად, როგორც თავად ბრძანა, ქუჩიდანაც კი აიყვანს ახალგაზრდებს, რაც არის ძირეული სახელმწიფოებრივი სამშობლოს ღალატად შესაფასებელი ქმედება, სამშობლოს ღალატად, იმიტომ რომ ეს შეუძლებელია მოსვლოდა ნებისმიერ დიპლომატს, ნებისმიერ ჩინოვნიკს, ნებისმიერ მინისტრს თავში, რომ არ მიიღო ამგვარი ინსტრუქცია FSB-დან, ინსტრუქცია უშუალოდ სიდოროვ ბორტნიკოვ კი არა, ის სიდოროვ ივანოვ პეტროვისაგან უშუალოდ ბოჭორიშვილს არ მიუღია, ამგვარი ინსტრუქცია ჩამოვიდა ბუნებრივი აბასთუმნის უღრანებში, ანუ ივანიშვილთან, ივანიშვილმა ეს დირექტივა გააცნო, მოსკოვის ეს დირექტივა გააცნო კობახიძეს, კობახიძემ დაავალა ბოჭორიშვილს და ბოჭორიშვილმა კი დაიწყო მისხება თანამშრომლებისა, ასე უკვალოდ არ ჩაივლის ეს ყველაფერი, აქვე დავამატებ, რომ განთავისუფლებელთა აბსოლუტური უმრავლესობა არის იმ პეტიციაზე ხელმომწერი, რომელიც გავრცელდა გასული წლის დეკემბრის დასაწყისში, როცა დიპლომატები და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ზოგადად შეეწინააღმდეგნენ ირაკლი კობახიძის მიერ გამოცხადებულ საქართველოს კურსის ცვლილებას, ეს ისე თქვენ რომ კობახიძე 29 ნოემბერს თქვა და ამის შემდეგ იხულა ხალხმა და 170 დღეა დგას ქუჩაში და კიდე 170-იც იდგება და 340-იც და 680-იც და გავამრავლოთ ესეც 2-ზე 1360 დღეს და ამის გამრავლებად შემიძლია 2-ზეც და 4-ზეც და 8-ზეც და 16-ზეც. მოკლედ რამდენიც დაგჭირდება მეთქი, იმდენი ვიდგებით ჩვენ ქუჩაში, რომ დავასრულოთ ეს უკანონო ხელისუფლება, მოღალატე ქართული სახელმწიფოსი, ლახვარის ჩამცემი ჩვენი სახელმწიფოსათვის. მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ. ახლა ბოჭორიშვილი ვახსენე უბრალოდ იმიტომ, რომ გადავიდე ფრიად საინტერესო თემაზე, ამ თემას ქვია რამდენად მნიშვნელოვანია დიპლომატია ჩვენს დროებაში და რამდენად ბევრ რამეს წყვეტს დიპლომატია, ეს რუსეთ-უკრაინის კონტექსტში სულაც არ ვამბობ ამას, ჩემი აზრით აქ ამ შემთხვევაში სწორედ რომ ზარბაზნების დროა და არა დიპლომატიის გაგიკვირდებათ და იმიტომ რომ დიპლომატიით რუსეთი უკან არ დაიხევს, ზარბაზნებით თუ დაახევინებ მას უკან. არა, რუსეთ-უკრაინის კონტექსტში არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ სულ სხვა კონტექსტში, ისიც თქვენ რომ აი ძალიან ძლიერი დიპლომატები ვისაც ხავს, მათ შორის არა მხოლოდ ჩვენთვის მოსაწონ შეერთებულ შტატებს, არამედ ჩვენთვის არ მოსაწონ ჩინეთსაც კი ხავს საკმაოდ ძლიერი დიპლომატები, რომლებმაც იციან როდის დაიხიონ უკან, როგორ დაიხიონ უკან, რატომ დაიხიონ უკან, სად დაიხიონ უკან, ვისთან დაიხიონ უკან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იცით თქვენ რომ დიდი ომი იყო, დიახ, ომი პირდაპირ მნიშვნელობით ვერბალური თუ გნებავთ ან
უფრო ზუსტი რომ იყო სატარიფო ომი იყო ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, ამ უკანასკნელის გამოისობით, ამ უკანასკნელის ბრალი იყო, კონკრეტულად პრეზიდენტ ტრამპის ბრალი ბჭყალებში თუ ბჭყალების გარეშე, ტრამპს ჰქონდა და ამ აქვს დღემდე საკუთარი არგუმენტები უარყოფითი სავაჭრო სალდო ჩინეთთან, ჩინეთი აწარმოებს დიდი რაოდენობით პროდუქციას, რომელიც იოლად აღწევს შეერთებული შტატების ბაზარზე. უამრავი არგუმენტი ჰქონდა ტრამპს და ნაწილი საზოგადოებისა უშუალოდ შეერთებულ შტატებშიც და ჩვენთანაც მას ეთანხმებოდა. ნაწილი რასაკვირველია აკრიტიკებდა, მოკლედ დიდი ამბავი იყო, რომლის შედეგადაც, აი ამ სატარიფო ომის შედეგად ტრამპმა დააწესა 145%-იანი ტარიფები ჩინეთისათვის. სხვა ქვეყნებსაც დაუწესა განა არა, მაგრამ ჩინეთს როგორც მონსტრს, ჩინეთს როგორც პრაქტიკულად 2 მილიარდიან ქვეყანას, რომელსაც ძალიან ძლიერი ეკონომიკა აქვს, ვაღიაროთ, ხო, მას დაუწესა 145%-იანი ტარიფები. ხო და ამის შემდეგ ეხა ეს ხო არ არის რომ წერტილი დაესვა და აღარაფერი აღარ არის. არა, აქ დაისვა მრავალ წერტილი და მრავალ წერტილმა მისცა მხარეებს, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს კიდევ ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა და ამ საუბრების შედეგად მხარეები მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე, რომ 90 დღით და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამას პროლონგაცია, ანუ გაგრძელება მაღალი ალბათობით მოხდება, 90 დღით მხარეები შეთანხმდნენ სრულიად ახალ სატარიფო პოლიტიკაზე, კერძოდ 125%, რომელიც ჰქონდა ჩინეთს თავის მხრივ დაწესებული ამერიკის შეერთებული შტატების იმპორტული ჩინეთისათვის იმპორტული პროდუქციისათვის და შემცირდა დავიდა 10%-მდე, ხოლო 30%-მდე დავიდა 145%-იანი ტარიფები, რომლებიც დაწესებული ჰქონდა შეერთებულ შტატებს ჩინეთისათვის. მინდა ვთქვა, რომ ეს არის ხაზგასმით ვამბობ, მიღწევა ორივე სახელმწიფოსთვის და ადასტურებს ერთ ფრიად არაპოპულარულ ერთი ხანობა თეორიას იმის თაობაზე, რომ ჩინეთი აი ახლა რუსეთის მხარეს გადავა და ასე შემდეგ, ამას კი არ ადასტურებს, ამას ეწინააღმდეგება უკაცრავად არასწორად წარმოთქმის ზმნა. რუსეთის მხარეს გადავა და რაღაც ორპოლუსიანი იქნება სამყარო, რომელიც ერთ მხარეს იქნება თქვათ პეკინი და მოსკოვი, მეორე მხარეს იქნება ვაშინგტონი, ევროპა მასობაში გაიჭრილდება და ასე შემდეგ. არა, ტრამპი ლაგდება, ასე ვიტყვი, ევროპასთანაც აი ამ რაღაც 120 დღიანი რომტრიალის შემდეგ უახლოვდება უკრაინის კონტექსტში პირველ ყოვლისა ტრამპის, ანუ შეერთებული შტატების ადმინისტრაციისა და ევროპის ინტერესები და პოზიციები ერთმანეთს და არათუ ევროპის, რომელიც ბუნებრივია იყო, არის და უნდა ყოფილიყო და იქნება კიდეც შეერთებული შტატების პარტნიორი, მათ შორის გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში, არამედ ჩინეთთანაც კი შეერთებული შტატები ნელ-ნელა აწესრიგებს ურთიერთობას, რაც მთლიანად ფუშავს ან ანგრევს იმის თეორიას, რომლის ავტორები ჩვენ სინამდვილეში იყვნენ ქართველი რუსები, რომ აი ჩინეთი და რუსეთი გაერთიანდებიან და ისინი ერთიანად შეუტევენ დასავლეთს და მე დაამარცხებენ და ასე შემდეგ. აქ სასაკვირველია უნდა ვახსენოთ ადეკვატური, ეხა არ მოსაწონი დემოკრატიის კუთხით ერდოღანი ანუ თურქეთი, მაგრამ ასევე უნდა ვთქვათ, რომ თურქეთიც ადეკვატური იქნება. ნელ-ნელა მოკლედ იწყება ამ რუსეთის ხმაური შემოდის, მე ვიცი, მაგრამ მაინც უნდა მომიტევოთ რუსეთის მოხრჩობის პოლიტიკა სტამბულში რო გაიმართება ან არ გაიმართება შეხვედრა პუტინისა და ზელენსკისა ერთად, ან შესაძლოა არც გაიმართოს ამ ორი ლიდერისა და საერთოდ ჩაიშალოს, ან შეიძლება სხვები შეხვდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთი თვალსაჩინო ეპიზოდი იქნება რუსეთის მოხრჩობისა, რომლის პოლიტიკაც, რომლის პერიოდშიც შევდივართ ჩვენ, მაინც მოდი ესე ვიტყვი, რომის, ვატიკანის ისტორიული სახელდახელო შეხვედრის შემდეგ. ამ მოხრჩობის ერთი ეპიზოდია ის, რომ კატასტროფულად ვარდება, აი განსაკუთრებით კოცებს მიმართავ, რომლებიც ჩაბღაუჭებულნი არიან რუსეთს და იმედებათ რუსეთისა ჯერაც და უნდათ, რაც მთავარია, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს დიპლომატიურ ასპარეზზე და მით უფრო ფრონტის ხაზზე უკრაინის წინააღმდეგ. ერთ დეტალს და ერთ მაგალითს დაგისახელებს, კატასტროფულად ვარდება ნავთობზე საერთაშორისო ფასები
ეს ფასები დავარდება მას შემდეგ, რაც ნავთობი უფრო დავარდება, რაც ნავთობის ფასი, ნავთობის მოპოვება გაიზრდება და ეს კი კატასტროფულია რუსეთისთვის, აი ტრამპი საკრიტიკო თუ გნება 18-ჯერ გავიმეორებ ამ სიტყვას, ტრამპის პოლიტიკის შედეგად რუსეთი ამ თვალსაზრისითაც იქნება შესუსტებული და სხვათა შორის აღარავინ აღარ ლაპარაკობს იმაზე, რომ ბუნებრივი რუსეთის დესანქცირება უნდა მოხდეს და მიაწოდოს რუსეთმა ბუნებრივი აირი, რომელიც ნავთობთან შედარებით მართლა მეორე ხარისხოვანია, მეთქი ასე გავბედავ და ვიტყვი, ნავთობის რუსეთიდან ევროპაში ჩატანა გაცილებით სარფიანი და შემოსავლიანია რუსეთისათვის ნებისმიერი ბუნებრივი აირი, მაგრამ ოკეი, არავინ არ ლაპარაკობს იმაზე, რომ დესანქცირება მოხდება და ასე მაგალითად ჩრდილო-ნაკადი 2, რომელიც სხვა შორის ტრამპმა გააჩერა თავისი პირველი კადენციის დროს, აღდგება გერმანელები კი უჭირს სასაკვირველია ბუნებრივი რესურსებით, ენერგეტიკული რესურსებით ევროპის კონტინენტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ალტერნატივას ისინი არ ეძებენ, მათ შორის ატომურ ენერგიაშიც. გულახდილად გეტყვით, ატომურ ენერგიასთან დაკავშირებით კი მინდოდა ორი სიტყვის თქმა ირანის ატომურ ბირთვულ პროგრამაზე. როგორც მე ვხვდები და არ მგონია რომ ვწდებოდე, ის რაც იყო ძალიან სადავო საკითხი შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, დღესაც რჩება ეს სადავო საკითხად, მაგრამ ტრამპი როგორი მიდის იცით, ტრამპი მიდის ისე რომ აი მოაგვარა ამ ეტაპისთვის მოაგვარა პაკისტან-ინდოეთის პრობლემა აგვარებს და უკრაინის სასარგებლოდ აგვარებს ამ ჯოჯოხეთურ ომს, ოკუპაციას, იმ შეჭრას რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე იმ ჯოჯოხეთს რაც დაატრიალა რუსეთმა უკრაინაში, ანუ აქაც მომგვარებელია და როგორც მე ვხვდები, ტრამპი დიდად არ იქნება ძალისმიერი თვალსაზრისით აქტიური ირანთან მიმართებაში, ანუ ომი არ დაიწყება მარტივად რომ ვილაპარაკოთ, იმ შემთხვევაში თუ ირანი იქნება ადეკვატური და ამ ადეკვატურობის პირველი ნიშნები პრინციპში ჩანს ბოლოხანებია, ირანი ერთგვარად აბალანსებს საკუთარ პოზიციას და ამბობს, რომ მას ატომური ენერგია სჭირდება სხვა პროგრამებისთვის და არა მაინც და მაინც იმისთვის, რომ ბირთვული ბინძური ბომბი შექმნას. 16 წუთი ნახევარზე მეტია, 17 წუთია პრაქტიკულად ჩვენ აი ამ სახელდახელო რეჟიმში გვიწევს ვიდეო ბლოგის ჩაწერა და რომ ასარ შევეხეთ მაკაბოჭორიშვილსაც და სხვებსაც შევეხეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს შევეხეთ ბრიტანეთიდან დასაწესებელ სანქციებს, რომელიც შეეხება ბიზნა ივანიშვილს, ხო, გამახსენდა ბიზნა ივანიშვილს არ მახსოვს რომელი უგვანი ამბობს ამას, ბიზნა ივანიშვილს საკუთარ ანგარიშებზე წვდომა არ აქვსო, არა, ტყუილია ეს ამბავი, ბიზნა ივანიშვილს აქვს საკუთარ ანგარიშებზე წვდომა, მათ შორის მის მფლობელობაში არსებულ ბანკ ქართულში აქვს შესაძლებლობა რომ მაგრამ არ ექნება მეთქი ამას კი იოლად განჭრეთ, ამაზე კი იოლად ვიტყვი ორ სიტყვას, იმიტომ რომ სანქციები რომლებიც დაწესდება ბიზნა ივანიშვილის წინააღმდეგ, იმიტომ რომ თავის მხრივ ბიზნა ივანიშვილი სრულიად არაადეკვატური მოთამაშეა და რუსეთის მხარეს იბრძვის შესაძლოა კი არა ნამდვილად არ იბრძვის ფრონტის ხაზზე, მაგრამ უკლებლივ ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს რუსეთ-უკრაინის ომში, ამის გამო უკვე გამკაცრებული და ბაიდენის მსოფლიოსაგან განსხვავებული მსოფლიო გაჭყლեց ყველას, ვინც უღალატა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის იდეალებს. ბიზნა ივანიშვილი პირველ ათეულში მსოფლიო ლიდერებიდან გარწმუნებთ არის. მე ახლა რუსეთში ცხადია ბევრად მეტია ვიდრე ერთი ათეული ან ერთი ასეული რაღაც 500-იც არის 700-იც და შეიძლება 3000-იც, მაგრამ აი მსოფლიოში გაფანტულ ლიდერებთან შორის ხო ბიზნა ივანიშვილი ათეულში კი არა 5-ეულშიც არის, ვინც სამწუხაროდ მის და სამწუხაროდ ეს არასწორი სტრატეგიული ნაბიჯი გადადგა და რუშველის ბიზნა ივანიშვილს ყვავის ასე შვება თუ არა მართლა არ ვიცი საბოლოო ჯამში, მაგრამ მე ხო ასე წარბოვაჩინე არც თუ დიდი ხნის წინ ყვავის ღვიძლის ნაყენები მას არ უშველის ისევე როგორც ფრეშები დილის 6 საათზე თუ 7-ის ნახევარზე. ეს იყო ჩემი ვიდეო ბლოგი, ვარაუდობ დაგაინტერესებთ, ნახვამდის.